ხნაუპიკი. Iva 26 Airgun Georgia-სთვის. ერთ-ერთი ახალი მოდელი Max 2. როგორ გამოიყურება? ენერგიის და მოცულობის მოყვარულებისთვის. ესეც შარშანდელი მოდელი AP900TB. ასევე არის 1000, რომელიც უფრო გრძელი ლულით გამოირჩევა. მაგრამ ამას უკვე ბალონი გააჩნია. პრეს სლაგი Airgun Georgia-სთვის. შეიძინეთ და გექნებათ საკუთარი წარმოება. ეს კი აუცილებელი ნაწილია, რომელიც გამოდევნის არასაჭირო ზედმეტ ტყვიას, რითაც მიიღებთ ყოველთვის კონსისტენტურ, ერთგვაროვან წონას და ერთგვაროვან ფორმას. მშვენიერი ნივთია. ქართული Airgun G-სთვის ზანის სლაგები. ნებისმიერი ძალა თქვენი გემოვნებით. და თვითონ დამახსეველიც. ეს კი ახალი ხაზი. პოლიმერული დაფარვით, რაც უზრუნველყოფს ლულის სისუფთავეს და მეტ სიჩქარეს. უმარეს სისტემი 2026 Iva. სპეციალურად Georgian Airgun-ისთვის. ესე იგი, აქ გვაქვს ესეთი იარაღები. უმარესი ახლა თავისებური სტილით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში ახლა მაგალითად მე ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩინური მოდელის ზუსტი ასლი კვალი. ან შეიძლება ეს ჩინელები ამზადებენ. ერთი, მეორე, მესამე, სულ ყველა მოდელი ერთნაირი. ცოტა განსხვავებული, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა Airgun-ის. მაგრამ მასიური, თუ გინდა შეიგრძნოთ მთელი ენერგეტიკა და პლუს გადატენის მექანიზმი. ძალიან შთამბეჭდავი. ეს არის ახალი. კლასიკური სამბარდგუშიანი. შესაბამისად, შედარებით ახალი ესეთი პნევმატიკა. ისევ სამბარდგუშიანი. ბერეტა ვითომდა მაყუჩით. გლოკი მაყუჩით. ეს ახლა დემონსტრება მინდა გაგიკეთოთ, რომ გაჩვენოთ რეალურად როგორ მუშაობს. ესე იგი, ეს არის ესეთი ვარიანტი. მოდერატორი შეგიძლიათ მოაძროთ. ახლა ისე დავახრახნოთ. გადატენვა. დაშვება. გამოყვება. არ გეგონოთ ცეცხლსასროლი. სუფთა წყლის პნევმატიკა. ასევე არის რუგერები. ეს უბრალოდ სადემონსტრაციოდ არის დატევის მექანიზმები PCP-სთვის. ერთი ტიპის კომპრესორი, მეორე ტიპის კომპრესორი. ეს კომპრესორი ვალტერთანაც ვნახეთ. ესეც ვნახეთ, ესეც ვნახეთ. ასევე გვაქვს ეს სტენდი. და ყველაზე მთავარი, ზუსტად იგივე იარაღი, რაც იყო იქ. და გთხოვთ ცოდნეებმა წაიკითხოთ სათავარი. SPA. საკითხში გარკვეული, დანარჩენს ყველაფერს გაიგებს.